თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი Amazon-ზე მოღვაწეობის პერიოდში დახარჯული მაქვს დაახლოებით $26,000-მდე, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი რჩევები ალბათ ყველას გამოადგება. Hey, მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხი YouTube-ზე მიხეილ HD. შემოგვერთეთ აუცილებლად გაკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ საინტერესო ვიდეოებს. დღეს მე მინდა მოგცეთ რამოდენიმე რჩევა და გაგიზიაროთ პატარა გამოცდილება, რომელიც მე მაკავშირებს Amazon-თან, რამოდენიმე წლიანი გამოცდილება, აი ამ უდიდეს ჰიპერმარკეტზე შოპინგისას. და ალბათ იმედია გამოგადგებათ თქვენც და ასე მინდა ერთი რამ კიდევ აღვნიშნო, ხშირად გამიგია სოციალურ ქსელებზე წამიკითხავს, რომ ვითომ და Amazon-ი იტყუება, ვითომ და არ გამომიგზავნა რაიმე პროდუქტი ჩემს მიერ შეძენი და ასე შემდეგ. და მოკლედ იმის შესახებაც მინდა ვისაუბრო, Amazon-ი იტყუება, არ იტყუება და ასე შემდეგ. პირველ რიგში სანამ თქვენ გადაწყვიტავთ რაიმე შეძენას, რა თქმა უნდა მოიძიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. თქვათ არ აქვს მნიშვნელობა რაიმე ავიღოთ აუსი. იმისათვის რომ შეიძინოთ რაიმე პროდუქტი, პირველ რიგში ყოველთვის search-ში ესე ჩამოუყვებით, დაძებნით თქვენთვის სასურველ პროდუქტს. არ აქვს მნიშვნელობა ეს უკვე იცით თქვენ წინასწარ რა გნებავთ, რისი შეძენა გინდათ თუ უბრალოდ აი ესე სხვათა შორის ეძებთ და რომელიც მოგეწონებათ ვიზუალურად აი მას შეიძენთ ზუსტად, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთი რამ. Amazon-ს აქვს უდიდესი მენიუ, უდიდესი არჩევანი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ სწორი თქვენთვის ოპტიმალური პროდუქტის შეძენაში. აი მაგალითად, აი ხედავთ best sellers. როდესაც უყურებთ ამ პროდუქტს და აწერია best seller-ი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან დიდი შეფასება აქვს, როგორც ხედავთ. Amazon-ს აქვს ესეთი 5 ვარსკვლავიანი შეფასება, სადაც ჩვეულებრივი მყიდველები, იუზერები გამოთქვამენ თავის აზრს ამ პროდუქტის ირგვლივ და მის მიხედვით გამოდის ესეთი სტატისტიკა. ანუ 4532 რევიუ აქვს აი ამ პროდუქტს და 5 ვარსკვლავამდეა თითქმის, ანუ 4.5 ვარსკვლავი აქვს შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი არის ძალიან მაგარი და ამიტომაც ბესტსელერად არის Amazon-ზე მიჩნეული და თქვენ შეგიძლიათ მისი დაუფიქრებლად შეძენა. ნუ ეს უკვე მეორე მხარეა, შეძენის შემდეგ თქვენ იქ რაღაც დეტალი არ მოგეწონათ, ამ დისკომფორტი განიცადეთ ამ პროდუქტისგან და ასე შემდეგ, ეს უკვე პირადი გემოვნების ამბავია, მაგრამ რაც შეეხება მისი ტექნიკური მაჩვენებლები, მოთხოვნილებები, ხარისხი ამ პროდუქტის, ეს უკვე განისაზღვრება ამ შეფასებით და იუზერების გამოხმაურებით. აქედან გამომდინარე, თქვენ როდესაც ნახავთ აი ამ ვარსკვლავებს, აუცილებლად გაითვალისწინეთ იუზერების შეფასება, რამდენმა იუზერმა მიიღო მონაწილეობა ამ განუკითხვაში და ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე შესაბამისი პროდუქტი. თუ თქვათ მაგალითად პროდუქტს აქვს თუნდაც 5 ვარსკვლავი ან 4 ვარსკვლავი, მაგრამ გამოხმაურება და შეფასება ან კომენტარი უწერია მხოლოდ თქვათ 6 რევიუ აქვს თქვათ აი ამ პროდუქტს, მაგრამ აქვს 4 ვარსკვლავი, ხო? შეხედეთ, შეგიძლიათ დააკვირდეთ. 5 stars, 4 stars and 1 star. ანუ 1 ვარსკვლავი და 5 ვარსკვლავი თითქმის თანაბრად არის და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ უკვე წარმოიდგინოთ, რომ ამ პროდუქტის ყიდვა არ ღირს, იმიტომ რომ კი შეიძლება აქ 5 ვარსკვლავი, მაგრამ აი აქ შეძენილი აქვს, ან რევიუ გაკეთებული აქვს 1 იუზერს მათ შორის, ან 2 იუზერს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტი აუცილებლად კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტს ალბათ სავარაუდოდ არავინ არ ყიდულობს აი ამ 1 იუზერის უარყოფითი ან 2 იუზერის უარყოფითი რევიუს გამო. შესაძლებელია ეს იუზერი პროსტა უბრალოდ
უკმაყოფილო ჰეითერი იყოს, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა. ნუ ყოველ შემთხვევაში პროდუქტის გამოხმაურებას აუცილებლად დაუჯერეთ და თქვენ არასდროს დარჩებით იმედგაცრუებული, ესე ვთქვათ. აქ ხშირად კომენტარებში წერენ I'm slightly disappointed. ესე იციან ხოლმე კომენტარებში პროდუქტის ირგვლივ და აუცილებლად გაითვალისწინეთ აი ეს ვარსკვლავები და აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენი ადამიანია გამოკითხული და რამდენი ადამიანს აქვს დაწერილი რევიუები აი ამ პროდუქტის ირგვლივ. აუცილებლად, როდესაც თქვენ შეხვალთ აი ამ პროდუქტში, თქვათ და უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ამ პროდუქტის შეძენა, კიდევ ერთხელ ჩადით ქვემოთ პროდუქტის description-ში, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ აუცილებლად აი ამ პროდუქტის ირგვლივ რას წარმოგიდგენთ Amazon-ი, რა იყიდება რეალურად. ძალიან ბევრი წერს, რომ ტელეფონი თურმე შეიძინა მან $5 და Amazon-მა მოატყუა და ჩამოუვიდა ტელეფონის ჩიხოლი, ჩასადები ქარქაში, არ ვიცი როგორ ქვია, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ვერ გაითვალისწინა, რომ Amazon-ი ყიდის არა ტელეფონს $5, არამედ მხოლოდ მის გადასაკრავს ჩასადებს ჩიხოლს და ასე შემდეგ. სადაც ყოველთვის არის მითითებული, რომ ტელეფონი არ იყიდება, იყიდება მხოლოდ აი ეს ჩიხოლი. ესეც აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველამ. და როდესაც ქვევით product description-ში ჩახვალთ, სწორედ აი აქ არის მითითებული, რამდენი ცალი, რა პროდუქტი და რას გთავაზობს Amazon-ი, რას ყიდის კონკრეტულად. შემდეგ კიდევ აი აქ უკვე მოცულობები წერია, shipping weight-ები, ანუ წონა, shipping-ის წონა, როგორც იცით, პროდუქტის წონა სხვა არის და shipping-ის წონა სხვა არის. shipping-ი არის უკვე მისი ყუთში განთავსების შემდეგ უკვე მისი წონა, ზომები, ესეც აუცილებლად გაითვალისწინეთ, გამოგადგებათ გადამზიდავი კომპანიებისთვის, როდესაც ისინი არა ადამიანურ ფასს დააწერენ და შემდეგ ალბათ მოგიწევთ მისი გადამოწმება, მე ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა და აღარ მინდა უბრალოდ გავაგრძელო ამაზე საუბარი. და აუცილებლად კიდევ ბოლოში სწორედ აი ეს რევიუებია ამ პროდუქტის ირგვლივ, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და რომლის ირგვლივაც მომხმარებლები აკეთებენ შეფასებებს. აქ თქვენ იხილავთ ვიდეოებსაც, აქ იხილავთ თქვენ სურათებსაც, თუ პროდუქტი თქვათ უარგისია, შეიძლება იხილოთ აი აქ სურათები, სადაც ის ძალიან მალე იმტრევა და აი აქ კომენტარებშიც წერენ, რომ ეს ძალიან მალე იმტრევა, უხარისხო პროდუქტია და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, სანამ პროდუქტს გადაწყვეტავთ და შეიძენთ. როდესაც თქვენ იძენთ პროდუქტს, პირველ რიგში არასოდეს დააკლიკოთ პირდაპირ აი აქ add to cart. მოდით განვიხილოთ რატომ. როდესაც თქვენ დააჭერთ add to carts, Amazon-ი ავტომატურად ამატებს მას თქვენს კალათაში და თქვენ შემდეგ უკვე ავტომატურად გადადიხართ მის შეძენაზე. ეხლა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ყოველთვის იცოდეთ, რომ Amazon-ზე ასევე ყიდიან სხვა მაღაზიებიც და სხვა კერძო პირებიც, ისევე როგორც eBay-ზე. იმისათვის რომ დავრწმუნდეთ, რომ თქვენ პროდუქტს ყიდულობთ უშუალოდ Amazon-იდან და Amazon-ის საწყობიდან, გაითვალისწინეთ აი ეს fulfilled by Amazon. ეს ნიშნავს იმას, რომ კი ბატონო ყიდის აი ეს ბრენდი, აი ეს ფირმა, მაგრამ განთავსებულია Amazon-ის საწყობში, fulfilled by Amazon. აი ეს ნიშნავს სწორედ აი ამას. როდესაც თქვენ ყიდულობთ რაიმე პროდუქტს, თუ მას აწერია fulfilled by Amazon, შეგიძლიათ ავტომატურად დაუფიქრებლად და უპრობლემოდ შეიძინოთ ეს პროდუქტი. ეხლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. აუცილებლად დახედეთ აი აქ used and new. ყიდულობთ თუ არა თქვენ ახალ პროდუქტს, თუ მეორადი მოხმარების პროდუქტს, სწორედ შეგიძლიათ გაარკვიოთ აი ამ გრაფაში. აუცილებლად შედით და გადაამოწმოთ. არასოდეს დააჭიროთ add to carts. შევიდეთ აი ამ გრაფაში. და გადავიდეთ უკვე კიდევ შემდეგ აქტუალურ საკითხზე. როდესაც პროდუქცია იყიდება Amazon-ზე,
თუ მას აწერია fulfillment by Amazon, შევთანხმდით, რომ უკვე ის განთავსებული Amazon-ის საწყობში და თქვენ არ დაგაგვიანდებათ მის დაშიფვაში, დროში არ წამოვა სხვა ქვეყნიდან და ასე შემდეგ. აქ ასევე მოცემულია სხვადასხვა ფასები. აი შეხედეთ, აი აქ ჩვენ გვაქვს used, ანუ $6.99 იყიდება ნახმარი, მეორადი მოხმარების მაუსი. თუ თქვენ აირჩევთ პირდაპირ add to carts, იქვე, მაშინ შესაძლებელია, რომ თქვენ შემთხვევით შეიძინოთ ნახმარი პროდუქტი დაუფიქრებლად და ამიტომ აუცილებლად შემოდით აი აქ ამ გრაფაში და გადაამოწმეთ. პირველ რიგში გაითვალისწინეთ ერთი რამ. როდესაც Amazon-ზე პროდუქცია დაუჯერებლად იაფი ფასია, პროდუქციას აქვს დაუჯერებლად იაფი ფასი და თქვენ მოულოდნელად გსურთ მისი შეძენა, იმიტომ რომ ის თქვათ $50 განსხვავებულია, $50 უფრო იაფია ვიდრე სხვა პროდუქტისა, რომელიც სხვა მაღაზიას აქვს. არასოდეს არ იყიდოთ, სანამ არ გადაამოწმოთ და რატომ? შეხედეთ, აი ეს არის just launched. ანუ ეს არის კერძო პირი, რომელმაც დღეს დაიწყო, თქვათ ამ გუშინ დაიწყო გაყიდვა და ყოველთვის ცდილობს, რომ თავი მოაწონოს პირველ კლიენტს, პირველ მყიდველს და გაყიდოს მაქსიმალურად იაფად, მაგრამ მას არ აქვს აღანაირი შეფასება, არანაირი გამოცდილება და აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ უბრალოდ არ დაშიფოს, არ გამოგიგზავნოთ პროდუქტი და ამ შემთხვევაში ჩვენ $6 გვაქვს დასაკარგი, მაგრამ როდესაც უფრო ძვირიან პროდუქციას ვყიდულობთ, უკვე ეს ჯობს ამაზე დაფიქრება, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ არ დაშიფოს. ამან კი ბატონო მუშაობს აქ Amazon-ის დაზღვევა, Amazon-ი თქვათ ანაზღაურებს თანხას, მაგრამ ეს ყველაფერი დისკომფორტს წარმოადგენს და ამიტომ მე ნამდვილად არ შევიძენ არასოდეს ესეთი გამყიდველისგან, იმიტომ რომ არ შეიძლება შეიძინო ასეთი პიროვნებისგან და უბრალოდ გაიჩინო ზედმეტი თავის ტკივილი, როცა შესაძლებელია, რომ ზედმეტი $3 გამო უბრალოდ არ აიტკივნო ზედმეტად თავი და ამიტომ ესეც ერთგვაროვანი რჩება, არასდროს არ იყიდოთ გამოუცდელი და ახალი დაწყებული სელერისგან. შეიძინეთ მხოლოდ აი ესეთი სელერებისგან, შეხედეთ, აქ არის ასევე პროცენტები მაჩვენებელი მისი რამდენად სანდო გამყიდველია და აი აქ არის უკვე 100%-იანი პოზიტივი, შეხედეთ. ანუ ბოლო 1 წლის განმავლობაში 19,172 პროდუქტი აქვს გაყიდული და მათგან არც ერთი ნეგატიური გამოხმაურება არ მოყოლია. აქედან გამომდინარე თქვენ უკვე ავტომატურად თვალდახუჭული შეგიძლიათ შეიძინოთ აი ამ გამყიდველისგან და მოტყუდებით აი ესეთ განსხვავებულ ფასებზე, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყურადღებით შეიძინოთ ნებისმიერი პროდუქტი. თუნდაც $2 იყოს ეს პროდუქტი, უბრალოდ ნერვების მომშლელია ეს და არა იმდენად, რამდენადაც $2 არავის არც გაამდიდრებს, არც გააპატაკებს და ასე შემდეგ. ესეც გავითვალისწინოთ, უბრალოდ არ ღირს თქვენს ნერვებად, მაგრამ როდესაც უკვე კიდევ ძვირიან პროდუქტს კიდევ ერთხელ დამეთანხმეთ, რომ ნამდვილად არავის არ ურჩევდი აი ესეთი სელერისგან ყიდვას. იმის და მიუხედავად გამყიდველს აქვს თუ არა რაიმე გამოცდილება, აქვს თუ არა ვარსკვლავები, აქვს თუ არა კარგი შეფასებები, კიდევ უნდა გაითვალისწინოთ ერთი საკითხი. როდესაც თქვენ შეიძენთ, თქვათ, ან აპირებთ რაიმე შეძენას და მოგწონთ ძალიან მოგწონთ ფასი, აუცილებლად კიდევ გაითვალისწინეთ ერთი ნიუანსი. პროდუქციას, რომელსაც აქვს ძალიან იაფი ფასი, სავარაუდოდ შესაძლებელია, რომ შიპინგი კონდეს მას იგივე ფასი, რამდენსაც შეიცავს თვითონ პროდუქტის ფასი, ანუ თუ გეს თქვათ $5 ეს პროდუქტი, შიპინგის თქვათ $6. ეს არის ერთგვაროვანი გამყიდველის ხრიკი, იგი ფასით გატყუებს, ესე თვალშისაცემად ფასია, ანუ $5, მაგრამ ყიდვის დროს დაშიფვის ფასი იქნება შემდეგ $6, რომელშიც ინაზღაურებს ამ პროდუქტის ფასს და სინამდვილეში მას $10 უნდა გაეყიდა ეს პროდუქტი და მხოლოდ $1 ხარჯავს თქვათ შიპინგში. ესეც ერთგვაროვანი გამყიდველის ხრიკია, რომელსაც რასაკვირველია
როდესაც პროდუქტს ყიდის უშუალოდ Amazon-ი, ან Amazon-ის საწყობშია, ესეთი რამ არასდროს არ იქნება. Shipping-ს Amazon-ი ადებს სტანდარტულს $6-8 ნებისმიერ პროდუქტზე თითქმის, ხოლო რაც შეეხება $1 პროდუქტს და $15 და $20 shipping-ს, ეს მხოლოდ მესამე პირებისგან არის, ანუ სხვა მაღაზიებისგან და კერძო პირებისგან მოდის აი ესეთი მარკეტინგული ხრიკები. ამიტომ კიდევ ერთხელ ერთი რამ კიდევ გავითვალისწინოთ. ასევე დახედეთ აუცილებლად საიდან მოდის პროდუქტი. შეხედეთ. ეს პროდუქტი $4 იყიდება, რომელიც მოდის ჩინეთიდან. და აი აქვე უკვე მითითებული აქვს, რომ სავარაუდო პროდუქტის delivery, ანუ მიტანა არის 6-დან 28 თებერვლამდე. ანუ არ არის დაზუსტებული, შეიძლება 6-ისკენ მივიდეს, შეიძლება 28 თებერვლამდე მივიდეს. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. როდესაც თქვენ ყიდულობთ Amazon-ზე, თქვენ უკვე გარანტირებულად იცით, რომ დაახლოებით მინიმუმ ერთ კვირაში მაინც პროდუქტი მივა, თუ არ დაამატეთ გარკვეული თანხა shipping-ში, რომელიც შეიძლება იმავე დღეს მიიტანონ, ან მეორე დღეს, ან მესამე დღეს და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმი, თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა, Amazon-ი ერთ კვირაში მიიტანს თქვენს პროდუქტს დანიშნულების ადგილზე. როდესაც ყიდულობთ მესამე პირისგან, ან მაღაზიისგან, ან კერძო პირისგან, სავარაუდოდ აუცილებლად დახედეთ, ხომ არ მოდის ის სხვა ქვეყნიდან, ან ჩინეთიდან, ან ნებისმიერი არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ქვეყნიდან, აუცილებლად აქ მითითებულია სავარაუდო მიტანის ვადები. ესეც აუცილებლად გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ შემდეგ არის ძალიან ბევრი უკმაყოფილო მყიდველი კლიენტი, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელებში პოსტავს, რომ Amazon-ზე ვიყიდე, არ ჩამოვიდა და ასე შემდეგ. არა, Amazon-ი არ იტყვებენ აი ეს მაღაზიები და მესამე პირები, ისიც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თქვენ გააკეთეთ ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი, დაუფიქრებლად შეიძინეთ და არ გადაამოწმეთ კონკრეტული მონაცემები აი ამ ფირმის, ამ ფილმის ამ წარმოადგენლის ვარსკვლავები, მისი შეფასებები და ასე შემდეგ. თქვენთან ერთად იყო მიხეილი ეჭდეთ, ჩემი არხი YouTube-ზე შემოგვიერთეთ აუცილებლად. გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ საინტერესო ვიდეოებს. დროებით, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.